აი კვლავ ასე შევიკრიბეთ სტუდიაში ჩვენ ძვირფას მსმენელთან, მაყურებელთან ერთად, რომელიც მოლოდინშია უკვე სანაკრებო მატჩების ჩვენთან ერთად და მოკლედ უკვე წინასწარი ვნებათა ღელვა მარტის თვეში, ან შავკანძელი მარტის თვე როგორი იყო ქართული ფეხბურთისთვის ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ზუსტად იმ გადამწყვეტ დღეებში 20-23 და მე 26 მარტი, როცა გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები უნდა გაემგზავროს ევროპის ჩემპიონატზე. ეხლა შედარებით მოკრძალებული მისია გვაქვს შესასრულებელი, უნდა ადგილი შევინარჩუნოთ B კატეგორიაში, მაგრამ რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობის მატჩები გველის სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენი ფორვარდები სულ უფრო და უფრო უმატებენ, აგერ წინა კვირას ვნახეთ, რომ სამმა ფეხბურთელმა საფრანგეთში მოთამაშე ხვიჩა, გიორგი მიქაუტაძემ და ზუზურიკო დავითაშვილმა 4 საგოლე გადაცემა შეასრულეს, აგერ ვნახეთ, რომ ბიჭო, ერთმა რამაგრაკელა გააკეთა. აბა, მიქაუტაძემ და დონარუმამ რა ბურთი აიღო. ეს თამაში ფრედრომ დასრულებულიყო ეს მატჩი, ისედაც ხო ორი ქართველის ბენეტისად იქცა და საუკეთესო მოთამაშე ცხელია. ორი ქართველი ერთმანეთის წინააღმდეგ და ბიჭო, ხოქარო, ნეტა ანდრეში რომ ეყარა. ადრეუნდა სკუთაი, მაგრამ ტვინი რისთვის გაქვს თავში და ხელფასი რისთვის გიქნეს უპროსობად ხო. ეხლა მართლა ჭკუა ხო უნდა ჰქონოდა, რომ იქით კვარაცხელია რომ თამაშობს, მოდი რა მიქაუტაძე გამოიყვანე მთელი თამაში, მაგრამ ნუ და ბომბარდირი ვერასდროს შეცდომებზე ხო იცი სწავლობენ და ევროპელი რა არის ქართველი ვერასდროს ვერ გაიგებს, ვერასდროს ვერ ჩაწოდება. ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრების 55 წლის მანძილზე ამის მეც მე ვერაფერს ვერ ვხედა. ეს საუბრის სულ სხვა თემა, მაგრამ ჩვენთან ტელევიზიაში თურმე შემოსულა ძალიან ძვირფასი ზარი, ხოვიათ რომ ერთი გადაცემა მიეწუნას ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს სლავა მეტრეველს, მით უმეტეს რომ ისეთი დღეებია რაღაცნაირად, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება ფორვარდთა მხრიდან ესეთი ძალის გამოჩენა, რაც ვნახეთ უკვე საფრანგეთის ჩემპიონატშიც და იმასაც ხედავთ, რომ ეს ბიბიჭები განაგრძობენ თავიანთი დიდი წინაპრების და დაწყებულ დიდ საქმეს ასახელებენ თავიანთი ქვეყნის ნაკრებს და ეხლაც მიეცემათ ძალიან მალე იმისი შესაძლებლობა, რომ გაიბრწყინონ საქართველოს ნაკრებში. ვისაუბროთ მათ დიდ წინაპარზე, ვახსენოთ ის პერიოდი, როგორ აღმოჩნდა ის დინამოში, როგორ მოიგო მან დინამოსთან ერთად 18 ნოემბერს 1964 წლის ის პირველი დიდი ოქროს მატჩი და მისი მნიშვნელობის შესახებ, როგორც თბილისის დინამოში, ასევე იქამდე მოსკოვის ტორპედოში და მერე უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრებში კიდევ იქამდეც, ხო? და დინამოს პერიოდშიც. ბატონო, მე მახსოვს საომეტროვის ჩამოსვლა თბილისის დინამოში. მაშინ ერმა ზოგიერთ გულშემატკივრებმა ყველაფერი გაკეთეს იმისათვის, რომ ჩამოეყარა სლავა. იგი იყო აი როგორ მოხდა აი ეს გადმოყვანა, მე რაღაც ამბები მსმენია ნემსაზე იყო და გულშემატკივრები და ყველაფერი დაახარჯეს, ფული მისეს საომეტროს თუ ჩამოსულიყო თბილისის დინამოში და პირველი თამაში შეხვდა თბილისის დინამო, მაშინ ეთამაშებოდა და სლავა და მიშა მარცხნივ იყო, სლავა მარჯვნივ და შუაში ბარქაია. ხო და ჩვენი თამაში მოვიგეთ ბრწყინვალეთ და სლავა მეტრეველი იყო ძალიან ტექნიკური და ძალიან სწრაფი ფეხბურთელი იყო. ხო და აი სლავას ვის შევადეცი? თითქოს პეპელასავით იყო რა კაცო. ისეთი ძალიან კუნთები არ ქონდა, მაგრამ კარგად არბოდა, ძალიან სწრაფად არბოდა 100 მეტრში, 100 მეტრში ეს იყო რეკორდსმენი იყო გუნდის და ყველაზე სწრაფი კი ბატონო და აი ეს ქონდა. მართალია ცოტა სწორხაზოვნად დარბოდა, მაგრამ ძალიან ლამაზად დარბოდა. ძალიან ლამაზად და ძალიან სწრაფი იყო და უსწრებდა ფეხბურთელებს და დრიბლინგები ქონდა კარგი.
ნუ ახლა ეს აღიარებული ფაქტია, რომ ისე ეს როგორ ხდებოდა, ხომ? სტადიონი ხო გადავსებული იყო, ახლა აქ ბევრი რამ მაინც ხა თქმულების დონეზეა, რომ ესე იგი ბოლომდე გავსებული სულ ყოველთვის არ იყო, ხომ? რომ იყო ფრთა ვინც იყო მიხეილ მეცხის თაყვანისმცემელი და იყო ფრთა ვინც იყო მეცხისმცემელი და მეტრეველის მეტრეველის გულშემატკივრები და ისინი იცვლიდნენ ფლანგებსო იმის და მიხედვით უკვე მეორე ტაიმში მაგრამ დღეს დღეობით კიდევ ფლანგზე თამაშობდა მათი კუნძული ეს აზრი გაყოფილია რომ მეცხისტები ცალკე არიან და მეტრეველისტები ცალკე და რომელი ჟურნალისტი მეცხი თუ მეტრეველი ხო მაგრამ მაინც აი რომელი იყო გამორჩეული მათ შორის აი რაღაცით თქვათ ერთი და მეორე კიდევ რაღაც კი ბატონო მეტრეველი მეცხი უფრო ქართული ფეხბურთის წარმომადგენელი იყო და ჩვენი აი ეს ტექნიკაზე იმაზე თამაშობდა მაგრამ მეტრეველი სხვა იყო მართალია მეტრეველზე ვერ იტყოდი ხო თუ არ იცოდი შევიდა მეცხის მინტიც გაიგეთ მას მოსკოვის ტორპედოს სკოლაც ჰქონდა გამოლე როგორც მე ვიცი ივანოვს უთქვამს ნუ რაღაც საუბარი რო იყო ვალენტინ ივანოვმა ხო მგონი რომ წადიო იქ შენ ბევრად უფრო დაგაფასებენ შენ შობრიულ გუნდში მიდიოდა შენ შობრიულ სახელმწიფოში მიდიოდა ჭორებია ეს აბარა კარგი იყო არა ჩაერთო ბატონიოსო არა რატო იცი მე ერთმა მაჩუკა ის პერიოდი როდესაც მაგის მოსვლა მაგის მოსვლა დუბლებში ვიყავით ბიჭო შენ პირველი თამაში თუ გახსოვს ზენიტთან იყო მეტრეველი თამაშობდა ახალ ჩამოყვანილი იყო და პირველი თამაში დააყენეს ზენიტის წინააღმდეგ და პელასავი ითამაშა ეს 1972 წელია ხო და მე მგონი ერთი მომენტი იყო რა იყო პირველი თამაში გონი ისე რა ვიცი რა მომჩა რა 4-0 მოიგეს და 4 მიშამშიანდო მიშა მესმა არა კი ასე წიგნი ნახე და ასე ზონა გამიდაშეს გასნევინეს ის თამაში ჩემპიონი რო გახდა მსოფლიო ჩემპიონი ბურთის გაატყევით მაგრამ რა მინდა იცი გითხრა და ბიჭო 65-ში იყო ხო მაჟარო მომშინე აჩიკო ესე იგი დუბლებში ვიყავ როდესაც სლავა მეტრეველი პირველად შემოვიდა ბაზაზე ხო პირველად ჩამოვიდა მაშინ მე დუბლებში თამაშობდი და იმდენად რაღაც გიტაცებდა მისი შემოსვლა მისი სიარული და მისი სირბილი მე რა იყო ის ისტორია მანუჩარმა რო თქვა რომ აი პეპელასავეთ მოიყო მოედანზე პეპელასავეთ იყო და აი დაზე ბალაღზეც რო დარბოდა ასე გიგურა რომ ბალახის თავზე დარბოდა კი ბატონო და ისეთი და ძალიან სტაბილური მოთამაშე და 100 მეტროს მეცხზე უფრო სტაბილური მოთამაშე იყო როგორც ვიცი 100 მეტროს ეხლა გუნდში ყველაზე სტაბილური ეგ იყო ხო თამას არ ჩააგდებდა ასე რომ თქვენ გადაიღეთ მისგან მაგალითი შეიძლება ითქვას მე მანუჩარი იყო ყველაზე სტაბილური ფეხბურთელები არიან რომლებიც ერთ თამაშს კარგად ითამაშებენ მეორე სულთან კარგად თამაშობენ და ასე შემდეგ მაგრამ ეგ იყო ძალიან სტაბილური აიღო ახლა მასი სტაბილურობა საიდა ეხლა სწორია მანუჩარამ თორე სტაბილურობა საიდა ალბათ რაღაც გასაკუთრებული შრომის მოყარეობა არა ჯერ ერთი პირველი ხო მაგრამ დაიწყო გორკში თამაში და გორკის ტორპედო იყო და გორკის ტორპედოში მოძებნა მოიყვანა იმა მასლოვმა ესე იგი შეხედე აი პიროვნება ხო წარმოიდგენ ხო პიროვნება პირველივე ნაბიჯიდან ვისთან მიდის ვინ პიროვნებასთან მიდის ეს იყო უდიდესი ნოვატორი მწვრთნელი ხო ვინ შექმნა პრაქტიკულად უკვე რასაც ეძახიან ტოტალურ ფეხბურთს იმისი საწყისები ხო და არა მთელი საბჭოთა კავშირის ცნელები მაგის წინააღმდეგ ერთმანეთს ებრძოდნენ ყველა ცნელი იაკუშინიც კაჭალინიც და დანარჩენები სულ ყველა უფრო მეტი აქცევდნენ ყურადღებას პერსონალკას
პერსონალი. გაიგე და ეს იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც უფრო მეც აქცევდა იმას ყურადღებას ზონას. ზონაში ვინ უფრო ახლოს არის მოსთან ის და წავიდა. არა, შენ ზონაში ვინც მოვიდა ისე იყარე. მე კი არ მოგძებდა დაგდივარ იქით. აი ეს ახლა მოვიდა შენთან, შენი გუნდა ითამაშა. აი და ამ ზონას მოსდევდა მე კიდე დაზღვევები. სამ ზონაში როცა ახლა ადვილია დაზღვევებით და ზონის თამაში და სულ ყველა რო ვითომ პერსონალი კიევის დინამო 4-ში გახადა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ხო ისტორია. და ამიტომ ეს ამ დროს ფეხბურთელები გაცილებით ნაკლებად იყლებოდა. და ჩემო აჩიკო შეხედე აი იღბალი ბედი, სლავას იღბალი ბედი იმისი რომ აი ამ კაცთან მოხდა და ამ კაცმა შექმნა გუნდი, სადაც იყო ივანოვი, სადაც იყო სტრელცოვი, სადაც იყო მეტრეველი, სადაც იყო ვარონინი, სადაც იყო გუნდი ისეთი, რომელიც შერბაკოვი. ხო, ერთმანეთზე ჩაატარა იმაში. უკრაინაში გადავიდა და ხო, მე კიევში ხო შექმნა ასეთი გუნდი. ის გასაგებია. სულ ახალგაზრდები მოიყვანა მუტიანი, ხმელნიცკი, ვიშევეცი, ხო, და ეს ლაბანოვსკი და იგენი, ლაბანოვსკი და ბაზილევიჩი გაგოუშვა. ხო, უკვე ის ტრენერიც იყო. ხო, და რა იყო იცი, აი ეს, მანუ აი ეს და მე ახლა მეორე ვარიანტი რომ მე ღმერთმა მაჩვენა იგი რომ მე გადმოვედი აქეთ ვიყავი 2 ნომერს თბილისის დინამოში. თბილისის დინამოში 2 ნომერზე და ერთ ფლანგზე თამაშობ. ერთ ფლანგზე სლავასთან. ეხა აბა რო გავიცენოთ. ხო და ეხა რა ესე იგი ჯერტი ვარჯიშის ეპიზოდებიც მის წინააღმდეგ. ხო, ნუ ეხა რა იყო იცი რომ ჯერ ვარჯიშებში და იმაში კარასი არა რაკი მაგრამ რა ხშირად გატყუებდა ხოლმე. არა ხშირად აი სტილობდი იმას რომ მაგაზე და მიშასთან რაც შეიძლება აი მესწავლა რა პროცენტებია ხო და მე იმიტომ იყო რომ გიადვილდებოდა. კი ჩაიჩის და ბესტის დაჭერა. აბა ასეთი სკოლა ქონდა გავლილი. მაგრამ აჭკო მე რა მინდა იცი თქვა მისეთ რამეს ვინა შევახო მე გეტყვით კიდე და რა იყო იცი ბიჭო ესე იგი იმდენად მე მიადვილდებოდა ბიჭო მაგი კუტივაძე და მე კუტივაძე და მაგი აი ესე იგი კუტივაძე უაღრესად ბიჭერი და ტექნიკური ბიჭი და აზრიანი მუდრი იცო ხოლმე და ეხლა კაი დარტყმები ხო და თვითონაც ხო და ეხლა ბიჭო პირველად გაიგე ხა მე 2 ნომერზე მაინც და პირველი მისვლები მოსწები და ბურთის მიცემა მაგისთვის ესე იგი აქედან ესე იგი მეკარიდან ბურთის მიღება წაღება და ახლა უკან წინ 4-4-2 როა თავდასხმები მოდიან წასათველად ბიჭო წასათველად მოსული არიან პროსტა აღგებოდი და გადაუგდებდი მაგას თავის ზონაში მარტო და უკვე იცოდა გზნობდა მე რა უნდა გემეკეთებია იმდენად ყოველთვის იხსნებოდა ის საჭირო თან მანუჩა რა იყო იცი პირველად დევინახე მაგი ბურთის მიღებას ხო მიიღებდა ბიჭო და ისე ტანს ჩოუდგამდა დამცვებს რო ვერ ეკარებოდა ის კი ეკარებოდა მაგრამ ბურთთან ვერ მიდიოდა ბურთს ვერ ეკარებოდა აი ესეთი ეს რა მეტრებული არის ხო ძალისვერი ფეხბურთი იყო ძალიან ტექნიკური და სისწრაფეზე და სხარტი შესაძლოა და აღნიშნა ზედაპირულად დარბოდა თითქოს იმაზე აი რო შეხედავდი ესე გააცნობდა 60 კაცო ვითომ არაფერი რა მეტრა ხო და რა იყო იცი ბიჭო კიდე ახლა შეხედე და მე იმდენად ხომ მიადვილდებოდა მე უკვე გავნახდი და მაგას რომ მიცემდი და ჩოვიდგამდი და ასე მივდიოდი მაგასთან ახლოს რო იცოდი რომ არ დაკარგავ არა ახლოს მივდიოდი რომ მეც პატუჩენიაში მისულიყავი და შეტევაში საგოლე პასი თუ მიგიცია მაგისთვის საგოლე პასი არა ერთი მომენტი იყო რომ მოდიოდი ხო თქი ერთი მომენტია ცესკას ვეთამაშები და მაგარი მოიწოლა მიდის ან 0-0 და ამ დროს მე წავარდი ერთ ბურთი და წავედი ერთი მოვატყუე
და რომ მივდივარ და მივდივარ შენ როგორი დრიბლინგი ქონდა ამაზე არასდროს არ ვილაპარაკია არა ხო და რო ბურთი მოუწოდა წევი და უკვე უნდა კამწია თავი და დევინახე სლავა და უნდა მივცე ბურთი გაიგე უნდა მივცე ბურთი და გაიგე აი გაჭირებით მან გაიგე იმიტომ რომ წასათვლად არის უკვე მოსული ბიჭები და აი გაჭირებით რაღაცა ბიჭო არ მივეცი ბურთი და ამან გაჭირება ჩემი გაჭირება გადაიტანა თავის გაჭირებაში და მიიღო გულზე ბურთი მანუ გაიგე საჯარი მოსტანავარდოლიტორე და მიიღო ბურთი და ერთი ეიგდოზებით ბიჭო ეიგდოზები და ეს სტარტი სად მოწყვიტა სტარტი ისეთი და სტადიონი როგლიჯა ერთი პახ გასიანი გოლი და ვაიმე მეუთხარი და მივედი და ბიჭო მაშინ რაღაცა მაშინ ნაკრებში არ გამეიძახეს ეს იყო ის გოლი რამაც განაპირობა ალბათ მექსიკაში რო წაიყვანეს 60-ში თუმცა არ გამოიყვანეს სლავა იაივო მამუთქვა გაიაგდოთიბების სპორტნოინი ბირიოტქვა გასწორდეთ საჯმაც გაიგონდა არა უშემატკივრებმა გაიგო ბიჭო იმდენად გამიხარდა 0-0 და ბახერტი 0 გას რავალია უცოდ მოიგეთ 1-0 მაგრამ რა იყო თამაში აქა დინამოს სტადიონზე დინამოზე მაშინ არ იყო კიდე გაი ლოკომოტივზე ციგივეს იზავდა ხო და რა არის რა მინდა იცი კიდე თქვა ბიჭო მანო ძალიან მაგრამ ეს ამხელა ორი გუმბერასი სლავა და მიშა ესე ნუ ეხა პრინციპი შენ აგონია მე ბრაზილიის ნაკრებთან თამაში ბრაზილიაში ჩასვლა სამხრეთ ამერიკაში ჩასვლა და იქ გარინჩას ყურება აბა რომელი ჯობი ხართ ამის შედარება არა და ეჭვიც არ ვეპარება რომ გაიგე შეხედე რა ხალხში მოუწია ბიჭო ჯერდი გარინჩა პელე ხო და მერე სტრელცოვი გაიგე მერე ივანოვი ვარონინი ბიჭო ესე იგი სოფლიო პენდელი კი არა პენდელი კი კავაზაშვილი კარში კავაზაშვილი იაშინი ბიჭო იაშინი ტორპედოში რომ ნაკრებში ხო აი ეს რაღაც სიბრძნის ბუკეტი სამაყოს აი კავაზაშვილი ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს მაგაზე გადაცემას ვერ გავაკეთებ. ხო. აქ არაფერს. ეხლა კვარაცხელიაზე თქვა რუსი ფეხბურთელია. დაუნთავრე, ხა აჩი, დაუნთავრე, ხა რა მინდა იცი ვინდა ხა. რადგანაც ასე იყო, ჯერ ერთი რომელი ჯობია მიშათოს სლავა რო და ბიჭო მე მიშას ვიღაცები ჟურნალისტები ეუბნებოდი, რატო არ გადადიხარ მარჯვნივ? რატო არ გადადიხარ შუაში? აი არასლავა ხო დადიოდა იქ დაკითხულიდან და ტამპენასაც უწყდა და ცენტრალურიც იყო და რატო არ გადავდივარ ბიჭო ეს არისო იქ არა პირველ ტაიმსო რომ თამაშობდა მარცხიო ხალხი ხო არისო მეორე ტაიმშიო რომ გადავდივარ იქით ნახევარი სტადიონი კიდე მოდის ამ ჩემკრაიზეო მე ხარ გავიქცევ იქით ხარ წავალო გაიგე ესე იგი გაიგე იმასაც სტორია იმდენს აკეთებდა ესე იგი ამდენი ხალხი შეთანხმებული იყო იარუსების მიხედვით მე მეტრეველისტი ვარ მე მესხისტი ვარ და ტაიმი არა ზოგი ესე იგი სტადიონიც არიანი იყო ნახევ რა არა ამახსენი მაგრამ მე რას მინდა შევეღო ორ ადგილზე ხო მე რას მინდა იცი შევეღო აჩი გორო უნდა იცოდეს გაიგე მოკიდეკა და მომჩარა მონაწილეობ მაგის გუჩის დაბაშები ვარ და მე მინდა ჩვენ მომავალ თაობას უთხრა რომ ხშირად უყურებ მაური კაცის თამაშს ფლანგზე როგორ უნდა ითამაშო პლუს გარინჩას და პლუს პელეს არის მაგის საშუალებები სიამ არაფრის საშუალება არ არის და ეხლა ვიტყვი რაშია საქმე სიამოვნებით საერთოდ გავწყვიტავდი ყველანაირ კავშირს დღევანდ ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ბიჭებს უყურებდი თლიანად გადავერთვებოდი დინამოს ძველ თამაშებზე გინ საბჭოთა კავშირის არ არის ეს კადრები არ არის ბიჭო თუ გიდა აქვე
არა ყველაფერი აქვენ მანუჩა მაგას კი არა ეხლა თუ სადღაც დამალული არის და არ გვიმხელენ არ ვიცი და არაფერი არ არის იმიტომ რომ ფაქტია რომ ვერსად ვერ იშოვე გუშინძი ნახა გუშინძი ბლახინ გძელტი გაიგე გამეიტანეს ეგმურთის მერე სადეგო კარგე და აჩვინეს სადაა დაკარგული არა ბევრად მეტია კიევის დინამოს ფრაგმენტები ბევრად მეტია ხო არა თურმე ყველაფერი აქვს მაიკი არა უშიშრება და კგბ-ს ისეთი ხო მაგრამ ხა ჩვენ ხო არაფერს არ გვაძლევენ ხო და ანუ მომიციდე მაგრამ რა იყო იცი აი ხა 5 წუთს აღართ კიდე მე თქვენ გაილაპარაკ მე მაუჩა აი ამ ხელა ორი გუბერაზი სიყვარულით სავსე ესე იგი დღესაც მე სიზმება ხანდახან ეგ ფეგურთელები მაგი ბასახო ბერიძე და გივიჩუხელი და ისეთი გაიგებები და რა იყო ბიჭო იცი ორი ასეთი გუმბერაზი ისე წევიდნენ გუნდიდან არო მომიგდეს ყველაფერი 6 თვის განმავლობაში სლავას არ მოშორები ვარ მე კი ბატონო მე მაშინ გაიგე რომ კოუშოს მე რა იყო ის საბჭოთა ფეხბურთი ეგრე იყო რომ აი ყურადღებით ცნობილი ფეხბურთელს არა ის არა რომ მივიდო და არა ბიჭო და არანარი პატრიოტიზმი არის თურმე რა იყო იცი თურმე რა იყო ახლა მე მაშინ მანქანა მყავდა და შევხედე პირველად რომ მოვიდა სლავა იქ შამევიდა სტადიონში შენ იაგუარი ყავდა რა აი იაგუარი არა მაშინ უკვე 24 მყავდა უკვე პოლოს ხო და რა შემოდი იცი სლავასთან ახლა ახლოს და ძმაკაცობა არ კადრულობდი მაგრამ ერთ პლანზე თამაშობდი ვაგზნობიებდი იმას რომ სლავა я твой ученик გაიგე ხო და ბიჭო სახში მაგასთან ავდიოდი ცოლი აქ არ იყო წასული არაპირებდა წასვლას ხო ფეხბურთიდან რომ არაპირებდა არა შეეძლო ბიჭო შენ რა გონია რა ესე იგი მე არ მახსოვს არა თამაშეს მექსიკაში არც ერთხელ არ გამოიყვანეს მაგი კი არა ბიჭო შემადგენლობაში იყო შე ახლა მაგას იმიტომ რომ მაგაზე გული დამწყდებოდა მაშინ რომ რო არ გეკეთებია დგავა მიშაზე რო არ გეკეთებია იგივე იაშიძე და რო არ გეკეთებია სტრელცოვზე და ივანოვზე ყველას მასე უკეთებდნენ ესე იყო მიღებული რომ ვიღაც უნდა იყოს არა 34 წლამდე და 33 წლამდე აღარ გიშოვდნენ გაიგე იქამდე და მე წადით ხო წადით ხო საბჭოთა მიდგომა ხო მაგრამ ეგ სიბძნე პელე რო იძახით პელე წადი ახლა შევეკითხე იმას რუსებს სტრელცოვი თუ პელე არა ვის ახსოვს ხო ძალიან დიდი განსხვავება ეს სროლა მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ სლავა რო გეყოლება სტრელცოვი რო გეყოლება ივანოვი რო გეყოლება გაიგე და მარონინი გაიგე იმ გუნდს როგორ გინდა რომ მოუგო მაგრამ ჩვენც თუ გინდა ეხა იქ მაშინ მარჯვენა კრაი დათუნაშვილი მიშა მესხი ზაურა კალოევი სომა ბარკაია ჟორასი ჭინავა გაიგე ესე გინდა თუ არა თბილისის დინამოს არ პატიობდნენ ძმაო ვინც არ უნდა ყოფილიყო წაგებას მაგრამ ეს ერთადერთი მაგარი გულის ტკივილით გაუშვენ ერთის და მეორეს გუნდიდან მაგრამ მაშინ რა ხდებოდა მწვრთნელებიც იცულებოდნენ ხო გონი არეული პერიოდი იყო ეს არის 71 კი არეული კი არ იყო რევდნენ მაგრამ იმდენად ძლიერი იყო რომ მაინც მესამე ადგილს იღებდა ჩემპიონატში სახში თამას ეგ თქვენ რო იწყებდით თამას იმ პერიოდში მე ხო თქვი ერთხელ ეხლა კიდე ვიბევრებ რომ ვინ იყო მწვრთნელი მაშინ 71-ში 10-ში აი 71-ში ბოლოს მოვიდა კაჩალინი იაკუშინი და შემდეგ იყო ახალკაცი და არა ალიოშა კოტრიკაძე ხო აი ეს გივიჩოღელი მიმდევრობა როგორი იყო სეზონი არ წავიდა არა მაგარი გულშენ 70 წელს სეზონი არ წავიდა აი 68 წლიდან მოყოლებული თუ გაიხსენებთ მიმდევრობა როგორი იყო ამ წვრთნელების ჯერ იყო ალიოშა კოტრიკაძე სალამიევი იყო ხო სალამი გივიჩოღელი იყო მე იყო ისა კაჩალინი დაბრუნეს ესე იყო ალიოშა კოტრიკაძე მე იყო
კივიჩოხელი ხო თქვი ხო მე იყო ახალკაცი იაკუშინი და მე ახალკაცი ისევ იაკუშინი ხო იმიტომ რომ იაკუშინთან მოუყვანეს ახალკაცი ვითომ გუნდის უფროსად ყველაზე ძლიერი პერიოდი იყო 74 წელი როცა გუნდმა მეათე ადგილს შენ იცი შეხედე რომ იყვანეს იაკუშინი რომ იყვანეს იაკუშინმა სლავომეტროველი მეიყვანა იმათ მეორე მცნელად თანაშემწე და მეორე მცნელად ახალკაცი იყო გუნდის უფროსი და შეხედე რა ხდება მე იაკუშინი რომ მიდის აღენებენ ახალკაცს და ახალკაცი სლავომეტროველს უშვებს გუნდიდან გავუშვა აი სად არის აი სად ხდება დიდი აი სად არის სიბინძურე სიბინძურე გინდა დაუძახო ამას მაგრამ რა იყო იცი ამ სიბინძურეში ამ გაჭირებაში თბილისის დინამო მაინც გიტაცებდა ყველანაირად და დერიშერის შვილი იყავი ცუდად ითამაშებდი და ვინმე სასწრაფს და ფლამენგოსავით ფენიქსივით ყოველთვის მე როგორც გულშემატკივარი აბა როგორ გაიხსენებთ და ეს ხაც ძვედროში რა ეხლა ვერ აღდგა ტელევიზიაზე თქვენ რომ ევროპაში არის გიჩები სულ ყველა ხო რა ახლა სულ სხვა ფეხბურთია ხო და ნუ ეხლა რა არის მიჩვიცე ეხლა მანჩა ჩვენ თაობას ჩვენ ახალგაზრდა თაობას ჩვენ ახლა ამას რომ ყოფით უნდა იცოდით ამგერმა რომ ბიჭო რაც არ უნდა კაი იყო რაც არ უნდა მაგარი იყო რაც არ უნდა ძლიერი იყო შენ თუ ბოლომდე თუ თამაში გინდა სანამ თამაშობ დისციპლინას და თავდადებას ბიჭო ეს არის გამაგლაბარაკი ფეხბურთი დისციპლინა და რეჟიმი ეს გრამატიკა რა ფეხბურთი ეს არის ხო და რა არის მამჩა ამიტომ თქვენ მიდღემში შეიძლება ვერ მიხვიდეთ მიშა და სლავამ და იმათ რა უქნეს და ფეხბურთი თქვენც მაგას გიზამთ გაიგე თქვენც მაგას გიზამთ და ამიტომ შვილებო გამოიყენეთ აი თქვენი სიხმასური ახალგაზრდული წლები და მიაღწიეთ დიწარმატებები და ისწავლეთ გადეიტანეთ კიდე მე შენ ეხლა მოვდიოდი რა თქვი ბიჭო ჩვენ კაი პერიოდი გქონდა იმიტომ რომ ფეხბურთის თამაშიო პელესგან გადმოხონდა პელესგან განჭერა გამოგონდა მითო იყო სლავა კარინჩის ბინდებსაც აკეთებდა ფლანგზე გასვლა კარებთან მისვლა udari ფლანგზე შიგნით შემოსვლა გადასვლა გაიგე ეს რო უყურებდი და ახლა კარინჩა ჩავდი და სლავა ნახე თუ ბევრი არა აქვს ერთმანეთისნაირად გადაღებული ერთმანეთის როგორც ბალეში კი გეტა ახლა მე ისა თუ შეიძლება რა თქმა უნდა მამამ შემაყვარა ფეხბურთი და მამა სამხედრო ექიმი იყო მე პოლიკლინიკის დირექტორის მოდი მთელი თანამშრომლები აბონენტს ყიდულობდა და მივყავდი ფეხბურთზე სლავომეტრეველი რო ჩამოიყვანეს ისიც მახსოვს სლავომეტრეველი იყო სიმაღლით 1.76 და 16 წელი აქ არა კაცო და 45 კილომეტრამდე და ხალხი ყიდულობდა ბილეთებს და თამაში რო ტარდებოდა მის ადგილბრძოლოს სვავდნენ და ახლა მნიშვნელოვანი კიდევ რა იყო 60 წელს როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრები პირველი ევროპის ჩემპიონები გახდნენ მიშამესმა საგოლე პასი გაუკეთა პონენტებს პირველი გოლი გაიტანეს 55 წელზე იუგოსლაველებმა და 59 წელზე სლავომეტროვმა ივანოვმა დაარტყა პატარა ივანოვზე წერია უმბარისებული დაარტყა ბუბუგინმა დაარტყა შორიდან ბატონო იყო ბუბუგინი გააკეთა და მიასწრო მეტრეველმა და გაიტანა და მე ამან დაამატა ხო მესმა შენ რა ვიცი ამან რაფერ გაიტანა თან იცი შეხედე ხო დაარტყა ბუბუგინმა და მეკარე ოდნავ გოუვარდა და უცბად წარმოიდგინე ორი დამცველი მიდის ამ ბურთის გასატანად და ამგერ სტარტი აჯობ აი და სისტრა ესე იგი ჩვენ ხედავთ რომ მაშინ როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები გახდა პირველად ევროპის ჩემპიონი და ასეთი მიღწევა აღარც ქონია მე არასდროს
მთელი არსებობის მანძილზე ერთი გოლი ქართველმა გაიტანა და მეორე გოლი ქართველის პასით გავიდა. ყავდა შეკულარეცი მაგარი თავდასხმელი და ჩვენებს საბჭო კავშირის ნაკრებს ყავდა იაშინი, სლავო მეტრეველი და მესხი და ვალენტი ივანოვი და ესე ძლიერი ხალხი და ამით ჩვენ ბოლო წუთზე გავუშვით საბჭო კავშირის ნაკრებმა 55 წუთზე და 4 წუთის შემდეგ გაიტანეს გოლი. მესხიც საომეტრებმა გაათანამრა და მეორე გოლი გაიტანა პანედელიკომ. მესხმა ორ კაცს მოაწყო და ჩააწოდა თავზე და მაჩორის ჩემპიონები ერთ-ერთ ინტერვიუში პონედელნიკი იძახის რომ როცა მესხი მოედანზე იყო ძალაუნებურად სულ უნდა გახსნილი ყოფილიყავიო, იმიტომ რომ მომენტი არ იცოდი წინასწარო, აი როდის აი ყოველ წამს შეიძლება თამაში ჩოხელმაც მაგრა ითამაშა რა დაცვაში და შეტევაზე გადადიოდა პირველად ბიჭო რა არის ახლა იცი შენ მომსვლი ურა სამი ქართველი უნდა იცოდე რომ სლავა და მიშასნაირი ფლანგები არ ყოლია სოფლიოს და გივი ჩოხელი და ხურცილავასნაირი ცენტრი არ ყოლია სოფლიოს და ეს ორი ნომერი კი ხო ახლა მე და მაუჩარა ვინ ვიყავით იგი ჩვენ გულშემატევარი ყავს და ისინი იტყვიან მაგრამ რა არის მე როცა ფეხბურთის ყურება დავიწყე ესეთი ფეხბურთელი როგორც არის მანუჩარ მაჩაიძე დინამოს არ ყოლია მოდა მაგრამ ხო სწორია ჩემი მოკრძალებული აზრი შენი პლეადისთვის აი როცა 8 წლის ვიყავი 9 წლის აი ერთი სული მქონდა რომ ბურთი მანუჩარს ისულოდა იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი რომ არ დაიკარგებოდა თამაშობდა და ზამპალიტი იყო და დინამო თბილისის სხვა დაკაჭეს 71 წელია უკვე რა და მესამე ადგილი იყო და 7 თამაში არ წააგეს 8 თამაში და მან ურთიანად მოატყულა და ქარებში შევიდა კიევში ხო და უკნიდან დამარტყა იმან ზამპალი და მალაძე ჩხიკვაძე სოიო დაკაზა მეთქვი ამჯერ მომსინე შამი და იცი შენ ხუმარ გიხსენებდა ძალიან საინტერესო ამბებს ბატონი იურა ხო აი მე მოვხედით რა იცი ბიჭო აი ესე იგი სლავას ბიჭო შეგე ორიგენიოსი სლავას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარე ქონდა სისტრაფე. კი ბატონო, სისტრაფე ხონდა. აი, თურმე ნახე რამხელა პლუს გაძლევს სისტრაფე ფეხბურთში. აბა ასეთი ნიშნულობის მარში გოლი. და შეხედე ამ სისტრაფეს მასლოვი ძნელი, ივანოვი გვერდში, სტრელცოვი გვერდში, ვარონინი გვერდში, ესე იგი რა სოფლიო დონის სიბრძნეები ფეხბურთში. ბატონო, ყველა დაერათ მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ აი დღევანდელი მოთხოვნილება რომ გოლი უნდა გაიტანო, ამაში ცოტა მოიკოჭა, იმიტომ რომ სულ ფლანგზე და თამაშობდა რომ ცენტრში პასი მიეცა. ხო, მაგრამ და ესლავაი კიდარბოდა. აი, კი ისტორია. ანუ რა იყო იცი ბიჭო? აი, ჩემი პერიოდი, ახლა ჩემი პერიოდი. ფლანგზე რო გახვიდოდი მე შეგეწოდები. აი, ხო და ახ მე პირველი სლავამ კრაკ. ბიჭო, გავიყარე სლავამ გაიგდო ერთი ბიჭო, ყაიზე მივიდა ვიღაცა და უნდა წაართო. და გაიგდო და ვითომ კრაიზე და ჩაწოდება კი არა. აი, უდარი გლიჯა ბიჭო, 7 მეტრიდან და ისე შეუგდო აქია თავზე ბურთი კაი. კი ბატონო, მაგრამ მეტროელმა საბჭოთა კავშირის პირობაზე თბილისში გაიტანა დინამოში ზოგადად მოვიდა 72 ბურთი, ტორპედოში მოსკოვის ტორპედოში გაიტანა 25 გოლი. ხო, ასე და მაშინ დაცვა მარუჩან ტრენერი და ფეხბურთი დეიშეშვილი იყო დაცვას და არ მიხედავდი რას ლაპარაკობ. აი მიშა მექსა 72 ბურთი გატანილი აქვს მთელი კარიერის მანძილზე, მაგრამ აი ეს ორი ფეხბურთელი მიშა მექსმა რა გააკეთა მიშა მექსი უფრო ქართულად თამაშობდა, აი ჩვენ რომ ვიყოს ქართულად. მოთხოვება ის ფინტები იწოდა და ბურთს არ გაგაო ტექნიკური გიჟივით. აზონი. აი თქვენ როგორ შეადარებდით როგორც მაყურებელი, რომელსაც გააქვთ ნანახი მათი матчები და აი რას გაიხსენებდით უბრალოდ? გეტყვით რომელ შეხვედრას? ტორპედოსთან, სპარტაკთან. მეც მესხის თამაში ვნახეთ აქ თბილისში, იმიტომ რომ მესხი დინამოში თამაშობდა თავიდან. ის რუსეთიდან ჩამოვიდა მოსკოვის ტორპედოდან და დიდი მესხმა ცოტა ადრე დაამთავრა. კი დაამთავრა, მაგრამ
მაინც ქართველები შემტევ ფეხბურთს მარცხენა გარემარბი როგორც მეცხე იყო მგონი მსოფლიოში არ იყო ისეთი რა დრიბლის არ იყო მაშინ მართლა არ იყო იმასთან ზენიტ ლენინგრადთან აუტი მოაწოდეს და მიამანიძე და ამან კისერზე გაიჩერა მესმა და ჟაშიტიდი გაიგდა და მერე ჩამოიგდა და წავიდა ხო ფოტო რო არის ეს აყუდებული მცველი ეს ეს მოგონილი მეტრეველი რო ჩამოვიდა მერე ამაზე ხალხი თავდაპირველად დააყენა მცველი ეს გარდა მაგისა ჩვენ ზაურკალოვიც ყავდა თავდასხმელი გოლებს იტანდა და გივინოდია და ეგენი ყველა რას ვამბობ იცი მეცხე იყო და ორი დასახებული მსოფლიო ნაკრებში. კი ბატონო, მეტრეველი იყო მსოფლიო ნაკრებში უთამაშია ფეხბურთი მსოფლიო ნაკრებში. და ამიტომ ჩვენ ვართ რას გაიხსენებდით აი რომელ თამას მაგალითად აი რომელ თამას გავიხსენებდი და 64 წლის თამაშ ფინალს როდესაც ნოემბრის თამაში კი ბატონო ორჯერ ძელს რო ურთავენ ბურთს ერთ შეტევაში ასხლეტილი ბურთი მოდის და ერთ-ერთი მეტრეველი მოსკოვის ტორპედოს 3-1 და ყავაზაშვილი აღარ დააყენეს იქ და დააყენეს კუდასოვი და პირველ ტაიმს ვაგებდით ბატონო და მე გადატანაშმა ორი გოლი გაიტანა პატრიატ ჩემ ბიძაშვილები ესწრებოდა იქ ორ თამაშზე კომპლეტიდან ფული ქონდა და ყველა თამაშზე ესწრებოდა როცა გოლი გაიტანეს ამოისუნთქა მეტრეველმა პელინარი გაიტანა ერთი რა მინდა იცი ახლა კიდე ერთად შენთან შევთავაზებ ბიჭო ნუ ფლანგის თამაშები კრაებზე ხო იყო ასე რომ ბურთი გაქვს მოატყვევ მარჯვენა ფეხით და ჩაწოდება ხო ან შესვლა და მარჯვენა ფეხით ეხლა რომ 10-დან 8-ს კრაიზე კი არა მარცხენა ფეხზე და ურთხამენ და დაზე მემარცხენეებს ხუჭა არის ამისი ნათელი მაგალითად ეს მეტი სიგრძნეა გამონახულია სიახლე ამიტომ მარცხენა ფლანგის მოთამაშეს მარჯვნივ ატყუებს ძალიან ფრთხილად ფეხბურთელები მარჯვენა კაიზე თამაშობდა მარჯვენა ფეხი აქვს რა შენ ძალიანურად მარჯვენა გადიხარა და მაგრამ მარცხენა ფეხი რო გაქვს უფრო კარგია რომ ცენტრი შემოგვიდა და არ და ხო დალნიშის უთხოვდა კარში ამიტომ ეხლა ანაცვლებენ ფლანგებს ამიტომ და საერთოდ ორი ფეხი დაიწყეს უკვე მარცხენა ისინი თავდასხმელები მარჯვენა ფეხი რო აქვს მაგარი და მარცხენაც კარგი აქვს მაშინ ესე შემოდის მარცხენა შუაში და უტყაბელი ეხლა მაგაზი გავჩერდეთ ჩვენ კიდე ერთ რამეზე მომჭერში გადამ აი ახლა შენ რას თქვი ამას თუ ვინმე აკეთებს კვარცხელია ხო აკეთებს საუკეთესო კიდე მათი კი ბატონო ესე იგი იმიტომ რომ შემოვა მარჯვნიდან და მარცხენა ესე იგი ახალგაზრდა თაობა ხო უნდა იყოს მაგალითი რა არა რას აკეთებს და ბევრი აკეთებს კიდე ასე მარცხენას მარჯვენა შემოდიან მარცხენა ფეხს ურთხამენ ესე იგი სიახლეები სული იბადება ფეხბურთში ხო და აი ეს სიახლე მაგარია შემოტანილი გაიგე და ამიტომ ალბათ მანუ რას ველოდებით ახლა ამ სოფლიო პირველობიდან ამდენ სიახლეს ველოდებით ჩვენ ჯერ სოფლიო პირველობას არ ველოდებით არა ხო ნახავთ მაინც ეხლა ჩვენ ნახვით მე კი არ ჩვენი ბიჭები გვინდა რომ მინდა რომ ველაპარაკო ყველას არაფერს არ ვაძაგებ არაფერი მაგრამ საწყენი არის რომ აგერ არის ჩემპიონთა ლიგა კონფერენს ლიგა ევროპის ლიგა ამდენი გუნდებია და თქვენი ლიგა მოახერხებს ო აი სტუდია ამიტომ ეროვნული ჩემპიონატი უნდა გახდეს ძლიერი გუნდი არ შეიძლება რა კონკურენცია უნდა იყოს ძლიერი მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრები ბიჭო უკრაინა რა გუნდია რომ უკრაინის კიევის დინამო და ლვოვის კარპატი რომელსაც ჩვენ თვალს ახუჭული უგებდით ეხლა თუთი დროზე ბათუმის დინამოს უგებს 6-1 5-0 უკრაინის გუნდები უგებენ 2-0 და მამჩა ერთი რამეზე კიდე გემეცი პასუხი ბიჭო რა არის მამჩარიცი ეხლა ფეხბურთელები გაიგე ვარსკვლავები ყველა მამების გასდილია სველების არა ფუზიაზე გადასული სველების არა სიცხლე არა მამამ რა უნდა გაჯობოს სნელს გაიგე ამიტომ რა ხდება ბიჭო აი ამაში მინდა რომ მაგრამ მიხოდო როცა არავინ არ ზდიდა ასეთი ჩვენ ვიცით
ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ზუსტად დიდი ოქროს გუნდის ჩემპიონი მურთაზ ხურცილავა. მას მამა ეწინააღმდეგებოდა რომ ფეხბურთელი გახდა და ფეხბურთის თამაში ისწავლა სკოლაში მიმავალ გზაზე. დღეში 8 კილომეტრი დადიოდა 8 კილომეტრი და ერთი კენჭი არ გამომიტოვებიაო მგონიო შენ იცი მურთაზას მისი ყველაზე მეტი იგი პლუსი და ანდრო ჟორდანია რო არ ყოფილიყო ხო ანდრო ჟორდანია და კიდე მეორე ვინ თუ იცი ბიძარო ყავდა ჯეჯელა იმას არ ამბობს ალბათ წამოიჭო მე მეგეხმარები რო ეთქოდა ბიძამის ეთქოდა ბაზრობდა და იმისი ჯეჯელავას ბევრი წაა აი შენ მოგეხმარა ჯოჯუაი მე ვინმე მეხმარა და გეტყვი აგერ მე ჯერ ბოშობაში ყავდა ჩვენ იქ ხურციძე იმავე ბევრი ვასწავლე მაგრამ იქ კალათმურთელები სულ თორთელაძე თორთელაძე და იქიდან წამოსული ხიხოია და ისინი რა იმს თამაშობდნენ მაგრამ მომისვინე მე ღმერთმა პირველი შეხვედრა მომცა იაკუშინთან ხოღობერიძესთან ეს მერე იყო უკვე ხო ეს სკოლა რო დავამთავრე ბიჭო სკოლა რო დავამთავრე და უცბად მოვხდი საქართველოს ნაკრებში ცენტრალური ვიყავი მოვხდი სპარტაკიადაზე სპარტაკიადაზე მოვხდი არკადიევი ხო და სპარტაკია ხო არკადიევით მოვხდი არკადიევი მამაჩემ მივიდა და უთხრა რომ ფეხბურთელი იყო შევიდა მე და საიდან მარაო იმასო არკადიევს უნდა წეიყვანოსო იმაშიო CSKA-შიო და წერილი ქონდა ჩემზე მოწერილი არკადიევ CSKA-ში შეიძლება და გეთამაშო არა მამაჩემ რომ მივიდა და უთხრა რომ ასეთი ბიჭი მყავს ხო და იმან გაპატიებდნენ შენ CSKA-ში არა წერილი დაიში მას არ პატიობდნენ მე გეუბნები შენ შეხედე მამაჩემ რა ხოდი გააკეთა ბიჭო წერილი დააწერია წერილი არკადიევს რო რეზო მე ჩემემიწეს რეზო აბა შენიციო ვიციო რას თამაშობო ოღონ უფრო მეტი ირბინეო უფრო მეტი სტრაფად ირბინეო და ჩამოდი ჩემთან და მეო გაგსინჯაო რეზო არკადიევმა შეხო არკადიევმა მე არ ვნახა არკადიევმა მამაჩემი დახა მაგრამ წერილი რო დეინახა იაკუშინმა ბიჭო და მაგიდა არკადიევი იყვნენ ერთ ბინაში ცხოვრობდნენ და გადაკიდებული ერთმანეთზე და ძმაკაცები და ხო და სვანდნენ ერთად ვაი არა ორი გენიოსი და სტალინმა იცი სად მიწა ბინა ორივეს ერთად მოსკოვის დინამოს წინ არის სტალინსკი დომი და იქ მიწა ორივეს სტალინმა სტალინმა მიწა მაგეთ იმ დროს იაკუშინი უკვე 50 წელში იაკუშინი და ადრე თამაშობდა იაკუშინი და არკადიევს ორივეს ხო და ამიტომ რა არის იცი ბიჭო ბევრამეში უნდა გამოცადო და ეხლა დღეს ამ თაობას ბიჭო რა არის ძალიან ბევრი აქვს სანახაობა ჩავდე ბიჭო გუშინი ჩავდე რა ხარისხი ელეს და გარიჯას უყურებდი გორება სტადიონზე ხარო ელეს გარიჯას იმას უყურებდი და აი ეს ახლა დღევანდელი ევროპის თამაშები და გუნდების თამაშები და ცნელების მუშაობა ხელის გულზე ჩანს და ეს ყველანაირად მამებო, შვილებო, ძმებო და რა ვიცი, სულ ყველამ უნდა ჩვენ უნდა ავაღორძინოთ, დინამოც და უნდა ავაღორძინოთ, ტორპედოც და უნდა გურიაც და ყველა უნდა ავაღორძინოთ სატრედიზმო ქართული ხალხი ნიჭიერი ხალხია. ვართ და ესე იგი აი ეს რომ თბილისის დინამო ესე ჩავარდელია და გუნდები ჩავარდელებია ეს ჩვენ არ გვაპატიებია. მაგრამ მანუჩ გამოსავალს მაინც ვაჯიში უნდა ნახავთ ხო? ნახავთ და ჩვენ ხო იცი გაჭირების დროს ვუყურებთ. სირცხვილია აი ესეთი შედეგები რა. ამიტომ იქნება ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში აი გავა საქართველოს სხვა დონეზე და რომ
სპორტი არის ის სადაც ფული აქვს. რა თქმა უნდა. უბრალოდ მაინც ყველაფერი ბოლომდე ისე კარგად როგორც ჩანს, მაინც ვერ კეთდება, იმიტომ როგორც ჩვენ ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, გუნდებს უფრო ნაკლები შესაძლებლობით აქვთ უკეთესი შედეგები, ვიდრე ჩვენ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს. ამისი ახსნა რა არის? ესე იგი თვითონ კლუბებმა უნდა გააუმჯობესონ და აწიონ უფრო მაღალ დონეზე მუშაობის ხარჯს. საცა ფულია იქ არის სპორტი, всё. ეს გასაგებია, ხო, ნუ ახლა ლივერპულს კი არა, იმას ვერ ეთამაშები, თქვათ სპარტა პრაღას, ხო, გასაგებია, მაგრამ ვიღაც ისეთი გუნდებიც გვიგებენ ჩვენ გუნდებს ან კონფერენც ლიგაზე, ან ევროპა ლიგაზე, ვისაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს ფინანსური. აი ესაა ცუდი. ჩვენ სამეთა კავშირის ნაკრები ეს ტრადიციული ეგეთი რო იაკუშინები ესენი ბიჭო არ იყო ფული მანუჩან, მაგრამ რაღაცა იდეა იყო ბიჭო, რაღაცა იდეა, რაღაცა აი პატრიოტიზმი და ეროვნული ქართული პატრიოტიზმი უნდა ჩეს ფლაგა პრევიშევსო ფეხბურთელები უნდა შეითვისონ ქართული პატრიოტიზმი და წადი ვიძია მე ევროპაში და ფულს გაძლევ. კი ბატონო, ხო. კი ბატონო. ოღონდ ეს ძველი პატრიოტიზმი და გაიგე აი ეს აქიდან ეროვნული უნდა იყო. აქ არის ერთი განმასხვავებელი ენთუზიაზმი, აი ეს სიტყვა, ენთუზიაზმის ნატამალი, ანუ ამდენი და ამდენი პროცენტით. ზოგადად ამისი პრობლემა არის მთლიანად მსოფლიო ფეხბურთში, რომელიც ფულმა შეჭამა და დაიფხრო. ვეღარ დააბრუნებ 60-იან წლებს, ვერ დააბრუნებ ალფრედო დი სტეფანოს ეპოქას, ვერ დააბრუნებ მიშა მესხის, სლავა მეტრეველის ეპოქას. სამყარო შეიცვალა ზოგადად. იქ სადაც 15 მილიონი არის წელიწადში, იქ სადაც 30 მილიონია. ანუ ხო ამდენი ფული. ერთ ფეხბურთელს ესმის, რომ ის ამდენს იღებს, მე ამდენს რატო არ ვიღებ, რას დაიწყავს? მანჩესტერ იუნაიტედი უფრო ცუდ დღეშია თუ ჩვენი დინამო ეხლა. მე ვფიქრობ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ერთხმად ვაღიარებთ. იმიტომ მილიარდები იხარჯება და გუნდი არის მე-10 ადგილზე მე-12. შენ ახლა 10 მილიონს არ გიჩემია, გუში რო ორი ქართველი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ და საუკეთესო საუკეთესო იყო ყველა ჯობდნენ ძო უბრალოდ ყველა ჯობდნენ ბოლში გამიგდა დონარუმას ის ბურთი რა მააღებინა გასულიყო ის გოლი საქართველოს იქნებოდა ბოლომდე მოედანზე შენ იცი რომ აგრატელას ყოველთვის ნახტომში და ასე უთხრამე ამან 30 ადგილი რა ელასტიურობა გამოავლინა არ იყო გასაკანი არ ქონდა ეხლა მე რო ვიხსენებ ეხლა თუ გახსოვთ მექსიკის ნაკრებმა გაიტანა 86 წელში ნეგრეტემ გაიტანა ესე კი ნახტომში ახლო არავინ არ იყო ულამაზესი გოლი იყო მაგრამ ნუ არავინ არ იყო ჩაშდობილით გაკეთდა გვერდით უბრალოდ ერთი კი იყო რომ აი მეკარე ზუსტად იქ იდგა სადაც არა გადახტა ცოტა გადახტა ოდნავ გვერდით რო ყოფილიყო ვეღარ აიღებდა მაგრამ არ ეძინა იმ დონარუმას იყო იმის შანსი მაგას ეძინება ხოლმე ზოგჯერ მოედანზე და არ ყოფილიყო ისეთი ყურადღებით მაგრამ იყო იმიტომ რომ ჯერაცეთი მიკაუტაძისგან მაგი დაჩოულია ცუდ რაღაცებს იმიტომ რომ ერთხელ ხო გოლი გაუტანა მიკაუტაძე მიკამდე და რაღაცა პატარა შელაპარაკებაც მოუვიდა მე მიკაუტაძემ თქვა რომ მე უბრალოდ გავიღიმეო რა და იმას ეწყინაო მე მოდი ახლა ჩვენ ხოლმე დიახ თუ მადლობა გადაუხადოთ გულში მაგდიმა 100 მეტრები რო იმასკნენ რა თქმა უნდა უკრაინაში მადლობა გაიხსენეს და ბევრია გასახსენებელი. მე ვფიქრობ, რომ აი ქართულ ფეხბურთში ბევრია დაახსენებთ, კარგი იქნება თუ გივი ჩოხელზე. აი მოემზადეთ თქვენ, აი მე ვიქნები შემდეგ გადაცემაზე ახლა ვიტყვი რომ არ ვიქნებ და რო დავბრუნდები 2 კვირის შემდეგ. ხო. ანუ ეხა გივი ჩოხელი და იმიტომ რომ ჩვენ აკრებს ახლა დაცვაში დაჭირდება თამაში და როგორ უნდა ითამაშოს კაშიამ, როგორ უნდა ითამაშონ ჩვენმა ცენტრალურმა მცველებმა ალბათ კარგი იქნება ამ მნიშვნელოვანი მატჩების შენ დროში ჩვენ რო გადაწყვეტით დაცვაში ჩავდეთ ყველა 11 კაცი ვიყავით დაცვაში და გოლში ვიღებდნენ გამორიცხული იყო იქ როცა გჭირდებოდა
საჯი ყოფილი იყო რაც არ უნდა არ უშვებდით და მოჩა. რაც არ უნდა მაყურებელი ბიჭო, ზეწორო ყოფილი არ უშვებდით დათვაში ეხლა გუნდებს არ აქვს ამის არა, უნარი. ბიჭო, რა. ყოველთვის რაღაც ხრელი გამოჩნდება. დათვაში რა უნდა ითამაშოს, იცი? მოდრიჩი რო თამაშობს, ისი არა. ნუ გაი, მოდრიჩი, ჩამოდი დათვაში და თამაშო ისე როგორც ცენტრალური წარწმების დაბა რა, ხო? ისე ერთადერთი გუნდი მაინც მე რასაც დავაკვირდი, რომ აი როცა აი ნამდვილად არ უნდა გაუშვა. აი შეიძლება მადრიდის ატლეტიკოსთან გაუშვას იმ 94 წუთზე, მაგრამ იქამდე იგებდათ ამას. აი თუ არ უნდა გაუშვას, ნუ ხო, მაგრამ გადადის დამატებით დროში, ხო არ წააგო. მე იქ მიიყვანს ბოლომდე. რეალია ეგ გუნდი, რომელსაც შეუძლია რომ არ გაუშვას გოლი. როცა ნამდვილად არ უნდა გაუშვას. მოდრიჩი თუ ეყოლება შედარებით ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო. და იცის ანჩელოტი მარსელო რო გამოყავდა უშვებდა ხოლმე. ასე რომ ჩვენ ახლა მესამე ტაიმზე უნდა გასაკვირველია, ხო, იქ გადავინაცვლოთ. აუცილებელია და ჩემო მანუჩალო. მე მინდა მიამაყება. გაიგე, რომ ჩვენი ამ გახსენებით აი რაღაცა სტიმულს ვაძლევთ და ჩვენო ახალგაზრდა თაობა ერევანში დადევით ყველაფერი. ეს პირველი თამაში ახლა ჩვენ სოფლიო დონის ბევრი თამაში გვაქვს 20 და იმიტომ რომ იქით აქით დიდი თანავარსკვლავედია შეხედებელი და ყველა რა რეკლამებს აგერ არის რა რეკლამებს უკეთებენ სლავა მეტრეველის მეტაურობით. არა, იმას. აი, აგერ რა რეკლამას უკეთებენ ერევნის ტრენერს ახარო დანიშნეს. ჩვენს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამის გაშვება მოუწევთ მალე. ვინც აიაქსში და მანჩესტერ იუნაიტედში იმუშავა ყველას უშვებენ. ასე რომ ეგ უკვე კარგი ნიშანია. დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს, მსმენელს ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. კარგად გამიგოდეთ.